ვაკეთებ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. ეს არის ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილთან. თუ ჯერ კიდევ არის რამე რაზეც შეგიძლიათ დაუფიქრებლად თქმა, რომ არა მაგას კოცი არ იკადრებს, მაშინ ამ გამოშვებას არ უყუროთ. თუ ასეთი აღარაფერი დარჩა, მაშინ დღევანდელი ვაშა გადაცემა აუცილებლად უნდა ნახოთ. მეტიც, მოიწონო და გამოიწეროთ Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე ან Instagram-ზე. 27 სექტემბერს თბილისში იწყება დიდი ტურნირების სერია. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, თუმცა ზუსტი თარიღები გაირკვა ახლა. მსოფლიო ჩემპიონატი პირველ რიგში პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ამ მართლაც მნიშვნელოვან სპორტის სახეობას და ამავე დროს მთელი მსოფლიოს სპორტსმენები დაახლოებით 1000 სპორტსმენზე მეტი იქნება საქართველოში ჩამოსული. თანამედროვე საბრძოლო სახეობებში უამრავი ფედერაცია და ასოციაციაა, ამიტომ შეიძლება მარტივად დაიბნეთ. თბილისში ტარდება შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის მსოფლიო ჩემპიონატი. ორგანიზებაში რაც არის, რაც ხდება, ყველაფერი თითქმის მიყვანილი ყავს ბოლომდე. რაღაც რამდენიმე დღე გადაშა რომ დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი, მზად ვარ ყველაფრისთვის აბსოლუტურად. რაც შეეხება სპორტსმენებს, სპორტსმენები გადიან შეკრებას. კარგ ფორმაში არიან, იდეალურად გამოიყურებიან და რა ყველაფერს მოусურვებს წარმატებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ქართულ სპორტსმენებს და გამარჯვებას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონი თავის ქვეყანაში გახდეს. ეს არაა ყველაფერი. ერთი ფედერაციის ჩემპიონატი რომ დასრულდება 2 ოქტომბერს, 3 ოქტომბერს დაიწყება მეორისა. სპორტის სასახლეში ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები არის ორგანიზაცია ბრეივი, რომელი ორგანიზაციიდანაც თოფურიას იქიდან გადავიდა მახაჩევი, ჩიმაევი, რა ძალიან ბევრი სპორტსმენები გადავიდნენ იმ ორგანიზაციიდან. ქუთათელაძე ძალიან ძლიერი ლიგაა და GFC ჩვენი ქართული ლიგა და ეს ბრეივი ერთობლივად ვატარებთ სამში სპორტის სასახლეში ძალიან დიდი ღონისძიება იქ რა თქმა უნდა. სადაც თავის გაფერშევა ღვინიაშვილს, ბექაღვინიაშვილს. ძიუდოდან აი გადმოვიდა, უნდა გამოსტადო. ჩიმაევის გვარი ალბათ ყველას გეცნობათ. იმათაც კი, ვისაც ძალისმიერი სპორტი საერთოდ არ გაინტერესებდა. ეს კადიროვის მეგობარი სპორტსმენია, UFC-ს ჩემპიონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოში მეფესავით მიიღეს და ფერარი აჩუქეს. კალაძის თქმით, მისი ძმაკაცის ოფლით ნაშოვნი. ბიჭმა იშრომა, იწვალა, რაღაც გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ აღნიშნული მანქანა ეყიდა. ფერარი მყავს ყიდულობაში ის ლურჯი ფერარი. სულ რაღაც 10 წუთით დავჯექით მანქანაზე, მე დავჯექი საჭესთან და თქვენ და თქვენი წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ავტომობილი იყო ჩემი. მოსყიდული თუ დამეგობრებული ჩიმაევი. ოქტომბრის დასაწყისის თბილისი, აქცია და 1000 მებრძოლი სპორტსმენი. რამე ფიქრს ხომ არ გიჩენთ. ეჭვს რომ ადრე გავრცელებული ხმები კადიროვის, ჩიმაევის მეგობრების ჩამოყვანის განსხვავებული მიზეზის შესახებ შეიძლება უფრო ახლოს იყოს სიმართლესთან, ვიდრე აქამდე გეგონათ. ამ ეჭვებს არ ადასტურებს პროჭორვილელთა გუნდი, მაგრამ ადასტურებს ჩვენი წყარო. ასევე ეთნიკურად ჩეჩენი, ოღონდ მეორე ბანაკიდან. გასაგები მიზეზებით მან ვინაობის დაფარო ამჯობინა, მაგრამ იმდანაც საყურადღებო ამბავს გვიყვება, რომ ჩავთვალე აუცილებლად უნდა მოусმინოთ, თუნდაც კრიტიკული ყურით. სალამ, გამარჯობა. თბილისში ამ დღეებში იწყება მსოფლიო ჩემპიონატი შერეულ სახეობებში, მაგრამ ამ პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნდა ველოდოთ ბოევიკების, ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების დიდ რაზმებს ტიტუშკების ролში. Შეგიძლიათ თუ არა ეს ინფორმაცია დაადასტუროთ? Да, действительно, молодые сотрудники полиции специального отряда Ахмат, ОМОН Ахмат. დიახ, ახმატის პოლიციის სპეცრაზმი. ახმატის ეგრეთ წოდებული ომონი, რომლებიც ჩვენს კლუბებში ვარჯიშობენ, აპირებენ საქართველოში შეჯიბრზე წასვლას. ეს შეჯიბრი 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ჩატარდება. მათ უთხრეს, რომ ქართველი სპორტსმენები უნდა სცემონ და პროდასავლელი ქართველები მიტინგზე. გავიგე, რომ იქ სპორტსმენები ოსეთიდან და დაღესტნიდანაც სწავლენ. Поедут также спортсмены с Осетии, Грузии, Осетии и Дагестана. ამ დღეებში საქართველოში იყო ჰამზა ჩიმაევი, UFC-ს ჩემპიონი, რომელსაც რატომღაც ფერარი აჩუქეს. და თავრობის ძალიან მაღალი, დე-ფაქტო თავრობის ძალიან მაღალი წარმომადგენლები შეხვდნენ. შეიძლება თუ არა ეს ფაქტი დავაკავშიროთ ამ სპორტსმენების ჩამოყვანას, სპორტსმენების შეკრებასთან და ჩამოყვანასთან. შეიძლება თუ არა ჩიმაევი იყოს ჩართული ამ ადამიანების შერჩევაში.
Чимаеву не надо никого вербовать. ჩიმაევს არავის შერჩევა არ სჭირდება. ჩვენ სოფლებსა და ქალაქებში პოლიციის ძალიან ბევრი თანამშრომელი ვარჯიშობს. მათგან ბევრი შეჯიბრებშიც მონაწილეობს, როგორც ჩეჩნეთში, ასევე ჩეჩნეთის გარეთ. В республике, так и за ее пределами. ეუბნებიან თუ არა ამ ადამიანებს, ან ნაწილს მაინც, რომ ოქტაგონის გარდა შეიძლება ჩხუბი ქუჩაშიც მოუწიოთ. იციან თუ არა ამ ადამიანებმა ეს წინასწარ. Да, говорят, что, возможно, нужно будет. უთხრეს, რომ საჭირო იქნება საქართველოს ხელისუფლების დაცვა, რომ ქართველები შეჯიბრშიც უნდა სცემონ და მიტინგებსაც. В соревнованиях и на митингах. საქართველოში აქციები უწყვეტად მინდის 300 დღეზე მეტია. მაგრამ უკვე შემოდგომაზევე 2024 წლის შემოდგომაზევე საუბრობდნენ, რომ აქციებს არბევდნენ ჩრდილო კავკასიელები. ეს ინფორმაცია შეესაბამება რეალურად სიმართლეს. გამიგონია, რომ 2024 წელს მიტინგებს ოსის სპორტსმენები არბევდნენ. კადიროველთა მონაწილეობის ამბავი არ გამიგია. როცა ჩეჩნეთში, სხვა ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში კადიროვის ახლობლების დახმარებით, ისევ თების როგორც ჩიმაევია, აგროვებენ სპორტსმენ ბოევიკებს, მოდი ასე დავარქვა, ტიტუშკებს. შეიძლება თუ არა ამაში არ იყოს ჩართული თვითონ კადიროვი, მისი გარემოცვა, ან ზოგადად რუსეთის ხელისუფლება. Кадыров получает приказ. კადიროვი ბრძანებებს მოსკოვიდან იღებს და ყველაფრის ორგანიზებას მისი ხალხი ახდენს. სპორტული ორგანიზაციები, კლუბები მას პირდაპირ ემორჩილებიან. სამწუხაროდ ჩვენ ძალიან მტკიცე ოკუპაციაში ვართ. К сожалению, мы находимся под жесткой оккупацией. რას პირდებიან სპორტსმენებს, ასეთ სპორტსმენებს, ასეთ საქმისთვის? Им будут выплачивать зарплаты. მათ გადაუხდიან ხელფასებსა და დიდ პრემიებს. უბრალოდ კადიროვისა და მოსკოვში მისი პატრონების ბრძანებებს ასრულებენ. ამისთვის ხელფასს იღებენ. ორგანიზატორია აბუსაიდ ვისმურადოვი, მეცახელად პატრიოტი, სობრ ტერეკის ყოფილი მეთაური. აბუსაიდ ვისმურადოვი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი, ძალოვანი ბლოკის ხელმძღვანელი, მეცახელი პატრიოტი. რამზან კადიროვისა და მისი ოჯახის პირადი დაცვის უფროსი, რუსეთის გმირი, პოლიციის გენერალ-მაიორი. საბრძოლო ორთაბრძოლათა კლუბ ახმატის თავმჯდომარე. 2019 წლიდან შეერთებული შტატების მიერ შეტანილია მაგნიცკის სიაში. 2021 წლიდან აკრძალული აქვს შესვლა ევროკავშირში. რა თქმა უნდა. ამ ინფორმაციის უარყოფას სპორტის სამინისტრო დაიწყებს ახლა და ჩამოვა მერე ქვემოთ ყველა ფედერაციამდე ცალ-ცალკე. ეჭვგარეშია ისიც, რომ არც სახელფასო უწყისები არსებებს და არც ფერარის აჩუქებენ ყველა შესაძლო ტიტუშკას, ვინც ქართულ დემონსტრანტების ცემას დათანხმდება. მაგრამ ჩეჩენი რესპონდენტის ინფორმაციას ადასტურებს კავკასიური ლეგიონი, რომელიც უკრაინაში დღეს ასობით ჩრდილო კავკასიელ მებრძოლსაც აერთიანებს, არა მხოლოდ ჩეჩნებს. მიშა გამარჯობა. საქართველოში იწყება მსოფლიო ჩემპიონატი საბრძოლო ხელოვნებებში ეგრეთ წოდებული, მაგრამ რაც უფრო ახლოს არის 4 ოქტომბერი, მით უფრო ინტენსიური ხდება ხმები, რომ ხელისუფლება აპირებს ბოევიკების ტიტუშკებად შემოყვანას ამ აქციების დასაშლელად. შეიძლება თუ არა რამენერად დაადასტუროთ ეს ინფორმაცია, რომ ეს ორი ფაქტი კავშირშია ერთმანეთთან? დადასტურებული არის ევროპიდან სპორტულ კლუბებში, ვინც არიან სამწუხაროდ კადიროველებიც არიან ევროპაში, აგრეთვე კავკასიაშიც, ვლადივაკავკაზში. არაერთი სიგნალი არის ჩვენთან შემოსული, რომ აგროვებდნენ ამ ხალხს და უკვე დადასტურებად არის, რომ ნაწილი უკვე საქართველოშია და ნელ-ნელა ჩამოდიან. ვინ არიან ესენი, რა ტიპის სპორტსმენები არიან? ეს თითქმის სპორტსმენები არიან, აგრეთვე ეს გზას უხსნის ეგრეთ წოდებულ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ტურნირზე დასასწრებად ჩამოდიან. ეგ არის აი ესეთი შენიღბული ოპერაცია. ჩვენთვის ცნობილი გახდა ორი კვირის უკან, როცა დაიწყეს შეგროვება გულშემატკივრების, ეგრეთ წოდებულების და დარეგულირება ამათი ჩამოსვლა საქართველოში, რა თქვა. ესე იგი, ადასტურებთ, რომ ჩიმაევის, UFC-ის ჩემპიონ ჩიმაევის ჩამოყვანა ამასთან კავშირში იყო და ეს არის მოლაპარაკება და მზადება ამ პროცესისთვის. ჩვენი ინფორმაციით კი და ჩიმაევის გარდა კიდე სობრ ახმატი არის, ეგეთი განსაკუთრებული დეპარტამენტი, კიდედაც ჩვენთან არის, ეგეთი არის სობრ ახმატი. მოქმედი ოფიცრები ჩვენი ინფორმაციით უკვე საქართველოში არიან. ესე ეგეთები როგორიც არიან სულიმ ბატალოვი და აბუ ბაქარი და სხვაებიც.
უკვე იმყოფებიან საქართველოში და ნელ-ნელა კიდევ ჩამოდიან ევროპიდან და ვლადივოსტოკიდან კიდე აპირებენ ჩამოყვანას. ზოგი იცის პირდაპირ, ახლა კადიროვის ოფიცრები რა თქმა უნდა იციან, ზოგს ეუბნებიან, რომ მხარდასაჭერათა ვართ და სხვადასხვანაირ პროპაგანდას იღენებენ. სხვადასხვა ჯგუფები არიან, თავის ჯგუფებს ყავთ თავისი მეთაურები და სხვადასხვანაირი მუშაობა მიდის ამ ჯგუფებთან, მაგრამ მიზანი ერთია. სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ ჩამოდის დაახლოებით 1000 სპორტსმენი, 1000-მდე, მაგრამ 1000-მდე სპორტსმენი ყველა ალბათ არ ჩამოვა ტიტუშკად. თქვენ ინფორმაციით, რამდენი ჩამოდის ორმაგი დანიშნულებით, ასე ვთქვათ, სპორტსმენად და ტიტუშკად? ჩვენი ვარაუდით 300-დან 500 კაცამდე აპირებენ მობილიზებას. სპორტსმენი, მაყურებელი, გულშემატკივარი, ყველას თავისი სტატუსი აქვს. ქოცებიდან ვის აქვს ეს ამბავი ჩაბარებული, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? როგორც ჩანს, კახა კალაძე, რა თქმა უნდა, ამ სქემაში არის ჩართული, აგრეთვე საქართველოში სპორტსმენები, რომლებიც დაახლოებულები არიან ჩიმაევთან და მაგნაირ სპორტსმენებთან. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ჩიმაევებმა და მისნაირებმა ეს ყველაფერი დაგეგმონ და განახორციელონ რუსეთის ხელისუფლების ჩართულობის გარეშე, კადიროვის და ვიღაცეების ჩართულობის გარეშე? კადიროვი კურირებს მაგას, იმიტომ რომ კადიროვის ძალონის ოფიცრები, რა თქმა უნდა, მაგის ნებართვის გარეშე ეგეთ ნაბიჯს არ გადადგა. ყველას ილუსტრირება მოხდება, ვინც ჩართული იყო ამ ოპერაციაში, როგორც საქართველოში, აგრეთვე ახლა რუსეთშიც და ევროპაშიც. რატომაა საჭირო ასობით ტიტუშკის შეკრება ჩეჩნეთში, დაღესტანში, ევროპაში თუ სხვაგან, როცა პროჭორულელებს ყავთ ამდენი სპეცრაზმი, GDD პლუს კიდევ სხვა უწყებების სპეცრაზმები, რატომ არის ეს საჭირო? როგორც ჩანს, ქართული ოცნება არენდობა ქართულ ძალენებს, რომლებიც სავარაუდოდ ქართულ ხალხის დაუდგებიან, არ გამოიყენებენ ძალას საქართველოს პატრიოტების წინააღმდეგ და რუსეთში აპრობირებული მეთოდია ჩამოიყვანონ კავკასიელები და ჯალათებად გამოიყენონ. 2024 წელს, როცა პიკი იყო, 2024 წლის ბოლოს ამ აქციების, ბევრი დემონსტრანტი ყვებოდა, რომ ისინი შეეჯახნენ მარბევარ ჩრდილო კავკასიელებს, არა ქართველებს. შეგვიძლია თუ არა ასე დადასტურდეს, ან ყოველ შემთხვევაში სერიოზული ეჭვი გამოითქვას, რომ 2024 წლის ბოლოს ამ ადამიანების ნაწილი მაინც, ან ასეთი ადამიანები უკვე არიან ამყოფები საქართველოში ამავე მისიით. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში ყავდათ ჩამოყვანილი 350 კაცამდე ვლადივოსტოკიდან და ყავდათ ეს ჯგუფები, ზოგიერთი არის ნამყოფი კი ბატონო და იყენებენ მაგ პრაქტიკას. ეხლა უფრო გახდა მაგათვის საშიში, ვინაიდან პოზიცია ქართული ძალოვნების ამათვის არ არის 100%-იანი და სრულ ფსონს აკეთებენ დაქირავებულ ჯალათებს. 4 ოქტომბერი ძალიან ახლოს არის. რეალურად ხედავთ, რომ პროჭორულელები ძალიანაც ნერვიულობენ და ღიად იმუქრებიან უკვე. და რა თქმა უნდა, უკეთ იციან განწყობა ძალოვან უწყებებში. პირველ რიგში კი სპეცრაზმებში, რომლებიც დგებიან პირველ რიგში. კი მუდმივი აგიტაცია სპეცრაზმელებზე მუშაობს. ტვინის გამორიცხვა პროჭორულელებს ეს ეხერხებათ კი. მაღალი ხელფასი, დიდი პრემიები, სახელობითი იარაღის ჩუქება, ორდენები მუშაობს. მაგრამ მეორე მხრივ, ეს სპეცრაზმელებიც ხომ ხედავენ, რომ შემოდგომის აქციების შემდეგ მათი ხელმძღვანელების ძალიან დიდი ნაწილი დაუნანებლად მოისროლეს. ამდენწლიანი ერთგული სამსახურის მიუხედავად. დაუნანებლად. და რაღა სპეცრაზმების ხელმძღვანელები აგერ მინისტრები გააჭიტლათ ეს სულ. ასე არ უნდა გაგიკვირდეთ თუ კი არც მათ ხელქვეითებს აღმოაჩინებათ უკანონო ბინძური დავალებების შესრულების დიდი სურვილი. იციან, კონკრეტული მაგალითებით ხედავენ, რომ ხელს ისევ მათ შეაწმენდნენ, ქვემოთ ჩინებს. ასეთი განწყობით მათი შემცვლელების ზებნა კადიროვების, ჩიმაევებისა და პუტინების დახმარებით თითქოს ბუნებრივი ალტერნატივაა, თითქოს. ვიმეორებ, ყველაფერი ეს დოკუმენტები ძალიან რთული და სამტკიცებელია, მაგრამ ძალიან ლოგიკური. გულით მინდა ვწდებოდე, მაგრამ 4 ოქტომბერი ძალიან ახლოს არის. ეს იყო ვაშე გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან სპეციალური გამოშვებით.
გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.